მოგესალმებით. დღეს გაჩვენებთ, როგორ მზადდება ძალიან გემრიელი და ჯანსაღი ჭვავის პური, რომლის გამოცხობასაც არა მხოლოდ საწარმოში, არამედ სახლის პირობებშიც იდეალურად შეძლებთ. პურის მოზელვისას უმთავრესია ხარისხიანი ფქვილი. სწორედ ამიტომ გამოვიყენებ ფორიშერის უმაღლესი ხარისხის ხორბლისა და ჭვავის ფქვილებს, რომლის შეძენად შეგიძლიათ DGF არეას მაღაზიაში. მიქსერის ჯამში მოვათავსოთ წყალი, 70 გრადუსზე გაცხელებული. დავუმატოთ ჭვავის ფქვილი, ფერმენტირებული ალაო და დავიწყოთ მოზელვა დაბალ სიჩქარეზე 5 წუთის განმავლობაში. როდესაც ცომი ჩამოვა ოთახის ტემპერატურაზე, დავუმატოთ ბუნებრივი საფუარი, უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი, მარილი და გავაგრძელოთ მოზელვა 5-7 წუთის განმავლობაში. მიღებული ცომი მიქსერის ჯამშივე დავაყოვნოთ 30 წუთის განმავლობაში. ფქვილისა და წყლის მეშვეობით დავყოთ ცომი 3 ცალ 850 გრამიან გუნდად. მივცეთ სასურველი ფორმები და კვლავ დავაყოვნოთ ამჯერად 1,5 საათით ოთახის ტემპერატურაზე. გამოვაცხოთ 220 გრადუსზე გაცხელებულ ქვის ღუმელში 40 წუთის განმავლობაში. ჭვავის პური უმჯობესია არ გაიჭრას ცხელი, არამედ დაელოდოთ მინიმუმ 12-24 საათის განმავლობაში. კარგად გაგრილებული ჭვავი გაცილებით არომატული და გემრიელია.